ეს არის მიკროფონი ჩართულია საღამო მშვიდობის. მოგესალმებით, მე და მარი ჩვენს პატარა წამყვანებთან ერთად წარმოგიდგეთ მრავალფეროვან და საინტერესო რუბრიკებს მრავალფეროვან თემებთან ერთად. ვიკა, ახალ წლამდე ცოტა დრო დარჩა. ნელ-ნელა უნდა სამზადისს შევუდგეთ. ქუჩები და ბაზრები, ქუჩები და მაღაზიები უკვე გადატვირთულია ხალხით. Სიმართლე გითხრა, ყველგან დაუღლელი და უსასრულო რიგია. რა თქმა უნდა, ფასებიც მატულობს. ვიკა, მე მგონი ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ სახალხო განწყობაზე ზრუნვა, როგორ გავაწყოთ სუფრა, ან ვისთან ერთად შევხვდეთ დღესასწაულს. რამდენი საზრუნავი გვაქვს არა მარი? რა თქმა უნდა, ვიკა. თუმცა სანამ ჩვენ საახალწლო საზრუნავსა და განწყობების შესახებ მოგიყვებით დაწვრილებით, მოდით ერთად ვნახოთ ჩვენი გადაცემის პრომო. ეს ჩვენი გადასაღები მოედანია. ეს კი ჩვენი მიკროფონი. ვიზიტი ისევ დაბრუნდა ეთერში. ფერადი ამბები თქვენთან ერთად მინება ალექსანდრე. თუ ჩემს გაითვალისწინებთ, დაძინებულია თქვენთან ავადმ ყოფნა არ მოვა. სპორტის ამბები გიორგი გეპატიჟებათ. მაშ ასე, თქვენ უკვე იცით კითხვები. გამარჯვებულს შემდეგ გადაცემაში გაგაცნობთ. ახალი სეზონი დაიწყო. შეგიძლია მითხრა რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში? მე გავიზარდე. უფრო აქტიური გახდი. მე ქუჩაში ვცხოვრობ. ეს არის ჩვენი სივრცე, სადაც ნებისმიერ თემაზე ვისაუბრებთ. მე მინდა ვიყო ლიდერი ყველგან. ჩემთვის მთავარია საკუთარი შესაძლებლობები წარმოვაჩინო. ხალისეთ ჩვენთან ერთად. ყოველ მეორე ხუთშაბათს 21 საათზე მიკროფონი ჩართული აიწყება. დარეკეთ 598 30 59 58. ისევ ხალისიანი განწყობით დაგებრუნდით მეგობრებო. ვიკა, ჩემს ოჯახში უკვე ძალიან დიდი ფოსფოსია. მე მორთე უკვე ნაძვისხე. ყველა ოჯახის წევრმა გავინაწილეთ სხვადასხვა ფუნქციები. შენ თა რა ხდება? ჩემთანაც ანალოგიურია, მარი. მე და ჩემი ოჯახის წევრები ვცდილობთ უფრო სახლი მოვიცვათ, ნაძვისხე გავალამაზოთ და ახალ წელს მოვემზადოთ. მარიამ, შენ როგორი განწყობით ხვდები ახალ წელს? ვიკა, მე ძალიან კარგი განწყობით ხვდები ახალ წელს, რადგან დღესასწაულების შორის ეს ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია. და მოდი გავიგოთ ახლა თუ როგორ ხვდება ჩვენი სტუმარი ახალ წელს. ვიზიტი მარიამმა მოამზადა. მოგესალმებით, ეს გახლავთ წლის ბოლო ვიზიტი. მე მარიამი ვარ, ჩემთან ერთად არის არასამთავრობო ორგანიზაცია ვეჟენის აღმასრულებელი დირექტორი ლაურა ხარიტონაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით. მივესალმები ტელემაყურებელს. მიხარია რომ ჩემთან ერთად ხართ. მე ძალიან მიხარია და დიდი მადლობელი ვარ რომ მომიწვიეთ. პირველ რიგში როგორი ბავშვი იყავით და როგორ ხვდებოდით ჩობა ახალ წელს? როგორი ბავშვი ვიყავი და ცელქი ბავშვი არ ვიყავი. ეხლანდელი გადასახედით ასეთი უფრო ჯობ და ცელქი ყოფილიყავი. შობა ახალ წელს ოჯახში ხვდებოდით გარკვეულ ასაკამდე. აი მე შენ ასაკის რომ გავხდი, უკვე მეგობრები ხვდებოდით ერთად. ასე რომ წელს შეგვიძლია შენ მეგობრებთან ერთად შეხვდე ახალ წელს. და ძალიან სასიამოვნოდ მახსოვს ეს წლები. ალელოზე თუ ჩამოგივლიათ და რა ტრადიციები გახსენდებათ ჩობა ახალი წლისთვის? სამწუხაროდ ალელოზე არ ჩამომივლიე, მაგრამ მოდიოდეთ ჩვენთან ალელოზე და მოუთმელად ველოდით ამ დღეს, როდის ჩამოვიდნენ და რით დავასაჩუქრებდით. ცდილობდით რაღაცნაირად განსაკუთრებული საჩუქრები გაგვეკეთებინა. ჩემი ოჯახიც ასეა და მეც ასე ვარ. მე ყოველ წელს დავდივარ ალილოზე და მე ძალიან მიხარია. ძალიან მომწონს რომ ეს ტრადიციები შეინარჩუნა ქართველმა ახალმა მომავალმა თაობამ. ვინ თავდა ნაძვის დღეს და თქვენთვის თოვლის ბაბუა საჩუქარი მოუტანია? ნაძვის დღეს ვთავდით მთელი ოჯახი. მშობლები, მე, ჩემი ძმა. კი, თოვლის ბაბუას მოუტანია საჩუქრები. და ძალიან მოუთმელად ველოდით ამ საჩუქრებს ბავშვები.
კი, ჩემთვისაც მოუტანია, მე და ჩემი ძმისთვისაც მოუტანია. ჰოვლის ბაბუას საჩუქარი და მე და ჩემი ძმა ვთავთ ყოველ წელს ნაძვის დღეს. როგორ ემთხვევა ჩვენ ბავშვობა ერთმანეთს, არა? კი. როგორ ემზადები ჩობა ახალი წლისთვის? ნუ, როდესაც მთავრდება ერთი წელი, მე უკვე შინაგანად ახალ შობა ახალი წლისთვის ვემზადებ. და შობა 7 იანვარი ჩემ ოჯახში უკვე 40 წელზე მეტია, ჩემი მეგობრების ზეიმად არის გადაქცეული. ასე რომ ეხლაც უკვე მე ვფიქრობ, როგორ შევხვდებით ყველანი შობის დღესასწაულს. რა გამოგდით ყველაზე კარგად? ამბობ კულინარიული თვალსაზრისით? კი. აი, შვილიშვილებს რაც უყვართ, ეს არის ჩემი ბლიჭი, ხორციანი ბლიჭიკები. დიახ. თქვენი ბავშვობის თავგადასავლებიდან რა გახსენდებათ? რა მახსენდება და ბავშვობაში, ნუ ცოტა უკვე ჯერ კიდევ თინეიჯერების ასაკიდან მე და ჩემმა მეგობრებმა დავიწყეთ საქართველოს კუთხეების შესწავლა. უბრალოდ შესწავლა კი არა, ლაშქრობებზე დავდიოდით. ნუ მაშინ ისეთი კომფორტი არ იყო, როგორც ახლა არის. მივდიოდით საბარგო ავტომანქანებით, მატარებლით და ასე შემდეგ და ერთხელ ვიყავით ბეთანიის დასალაშქრე ბეთანიის ეკლესიაში და იქიდან რომ წამოვედით, ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა თქვა, რომ მოდიო მდინარეს გავყვეთო და მდინარე ვერეს ხეობით ჩამოვედით ფიშე დავიკარგეთ. და ნუ ისეთი პანიკა იყო, ისეთი პანიკა ვტიროდით, მეგონა რომ სადღაც მოვხვდით ბორჯომის ხეობაში და მშობლები რას გვეტყვიათ, ნუ მე მშობლებმა მოგვაგიცხეს და წაგვიყვანეს სახლებში. ეს მართლა ჩამჩა ჩემი ახალგაზრდობიდან. ეხლა ტკბილი მოსაგონარია. მაშინ მართლა ძალიან ცხადიც რომ ვტიროდით. კი. მოგწონთ თქვენი საქმე? ძალიან. საქმე თუ არ მოგწონს, ისე ვერაფერს ვერ გააკეთებ. ძალიან მოწონს ჩემი საქმე. როგორ აირჩიეთ პროფესია? იცით, აი მე გითხარით, რომ მიყვარდა ბავშვობი და ლაშქრობაზე სიარული და მე ბიოლოგი ვარ. და ბიოლოგია უშუალოდ ბუნებასთან და ადამიანთან შეხებაშია. და აქედან გამომდინარე ასეთი არჩევანი გავაკეთე. მეკვლე არჩეული გყავთ უკვე? ესეთ რა, ჩემს აზრით მეკვლეა. მე არაზოს არ ვირჩევ. აი ვიც მოვა ჩემთან, ვისაც უნდა რომ მომილოცოს, ის არის ჩემი მეკვლე. პირველი ვიც მოდის ჩემთან. უფრო მოდიან ხოლმე შვილიშვილები. როგორი იყო თქვენთვის გასული 2014 წელი? 2014 წელს მადლობა ღმერთს, რომ ძალიან შინაარსიანი და კარგი წელი იყო. ჩემთვის 2014 წელი განსაკუთრებული წელი იყო, რადგან სწავლაში დიდ წარმატებებს მივაღწია. გილოცავ და კიდევ გესურვებ, რომ ასეთი წარმატებები ბევრი გქონოდეს ცხოვრებაში. დიდი მადლობა. ყველაზე მეტად რა გინდათ რომ შეგისრულდეთ ახალ 2015 წელს? რა მინდა და მინდა რომ იყოს ქვეყანაში მშვიდობა. მინდა რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდეს. ნუ შეიძლება არ გვიყვარდეს, მაგრამ არ ვუტრობდეთ ერთმანეთს. შეგვეძლოს პატიება და თქვენი თაობა იყოს ბედნიერი, ახალგაზრდები იყვნენ ბედნიერები. ნამდვილად გეთანხმებით, ჩემი სურვილიც ეს იქნებოდა, რომ ყველა ადამიანი გახარებული იყოს ახალ 2015 წელს და რაც მთავარია, საქართველო იყოს გაბწყინებული. გეთანხმებით. ამინ. ახლა კი თქვენ შეგიძლიათ მკითხოთ. ყავს თუ არა მეგობრები? კი, თან ძალიან ბევრი მეგობრები მყავს, არა მარტო კლასელები. ძალიან კარგი. შენი ასაკის არიან თუ განსხვავებული ასაკის? არა, განსხვავებული ასაკის ბავშვებიც არიან. ორივე ესქეს, გოგოების და ბიჭებიც? კი, რა თქმა უნდა. და ბოლოს, რას გვისურვებთ?
გისურვებთ გაბწნეულ საქართველოში ცხოვრებას. გისურვებთ თქვენი ბავშვობა გაგეტარებინოთ ისე რომ მრავალი კარგი მოგონება გქონათ და მთელ საქართველოს უსურვებ სიხარულს, ბედნიერებას, დოვლას და ერთმანეთის სიყვარულს. გმადლობთ რომ იყავით ჩემი სტუმარი. მადლობა თქვენ. გისურვებთ ახალ წელს ბედნიერ შეხვედრას, ახალწლის შეხვედრას და შემდეგ წლებში დიდ ბედნიერებას. მე კი აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და პირველად თქვენ და ჩვენს ტელემაყურებელს ულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2015 წელი. მე კი შეგახსენებთ რომ ჩემი ვიზიტი შედგა არასამთავრობო ორგანიზაციის ვეჟენის აღმასრულებელ დირექტორთან ლაურა ხარიტონაშვილთან. მაყურებელს კი დავემშვიდობები. ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. ეს არის 2014 წლის ბოლო გამოშვება. დღეს ჩვენ ვაჯამებთ გასულ 2014 წელს და ვემზადებით შობა ახალი წლის შესახვედრად, შესაბამისად განწყობაც შესაფერისია. მოდი გავიგოთ თუ როგორი განწყობა აქვს ლიზის და ასევე გავიგოთ წლის ბოლო შეკითხვა. მოგესალმებით, ეს გახლავთ 2014 წლის ბოლო ვიქტორინა. მინდა გითხრათ, რომ ვიქტორინა იყო ჩვენი მაყურებლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რუბრიკა. ჩვენ გქონდა საშუალება შევეხსენებინ არაერთი ცნობილი პოეტის დამწერლი შემოქმედება, წაგვეკითხა წიგნები და გამოგვევინა გამარჯვებული. წინა გადაცემაში ძალიან მარტივი კითხვა დავსვი. პასუხი კი ასეთია. ყველასათვის საყვარელი საბავშვო მწერალი და პედაგოგი იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1940 წელს სოფელ ვარიანში. ახლა უკვე დავსვავ წლის ბოლო კითხვას. საიდან არის წარმოშობით ბავშვების საყვარელი სანტა-კლაუსი და რა იცით მის შესახებ? ვიმეორებ კითხვას. საიდან არის წარმოშობით ბავშვების საყვარელი სანტა-კლაუსი და რა იცით მის შესახებ? კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს, რომელზეც უნდა დამირეკოთ. 598 30 59 58. მე ველოდები თქვენ განსარებს. მანამდე კი დამდეგ შობა ახალ წელს მოგილოცავთ. ბედნიერების და სიხარულის მომტანი იყოს. ახალი 2015 წელი ჩვენთვის ბედნიერად. ეს იყო ვიქტორინა. მეგობრებო, როგორც აღმოსავლური კალენდარი გვამცნობს, 2015 წელი ცისფერი ხის, თხის წელიწადია. ამიტომ თომამ და მარიამმა სასარგებლო რჩევები მოგვიმზადეს თხის შესახებ. ეს არის ზოოპარკში, მოგესალმებით. გამარჯობათ, მე თომა, ჩემთან ერთად კი მარი. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ლუდვიგის თხის წელი მოდის, ამიტომ ჩვენ შევეცდებით ამ ცხოველზე ვისაუბროთ. აქვე გაგაცნობ სასარგებლო რჩევებს, რაც თხის წელს უკავშირდება. თხა ბარახის მწამელი ცხოველია. ის კარგად ეგუება შინაურ პირობებს და ადამიანის მეგობრად ითვლება. ასტროლოგების რჩევით შეგვიძლია მწვანე ბოწნეული და ნადის ტოტებით გავალამაზოთ. თხას ხომ ძალიან უყვარს სიმწვანე. კარგი იქნება თუ თავს შევიკავებთ ცხოველების ხორცისაგან, რადგან თხა ცხოველების და ფრინველების მფარველად ითვლება. დაიმახსოვრეთ, რომ აქტუალური ფერებია მწვანე და ლურჯი.
ის რაც უყვართ ხასა და ცხვარს. დანარჩენი კი თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გააოცებს სტულებს ახალ წელს. შეხვდებით ახალ 2015 წელს. ჩვენ კი გვინდა გჯეროდეს, რომ წინ მხოლოდ კარგი წელი გველოდება. ნახვამდის. დავბრუნდით ეთერში და მე ვსარგებლობ ახლა წინა საახალწლო ეთერით და მინდა დაბადების დღე მიულოცო ჩვენს უსაყვარლეს პატარა ჟურნალისტ თომა ლიპარტაშვილს, რომელსაც 19 დეკემბერს 5 წელი შეუსრულდა. მეც მინდა თომას მოვეფერო. ის ჩვენი მაყურებლის ფავორიტია. ვილოცავ და ახალ წელს ყველა ნატრის ახდენას უსურვებ. ვიკა, მგონი ახლა დროა გემრიელში გადავინაცვლოთ და გავიგოთ თუ რა დესერტი მოუხდება ჩვენს საახალწლო სუფრას. ეს არის ყველაზე გემრიელი რუბრიკა. საუბრობთ მე მარიანია. გამარჯობათ. მე ნინუცა ვარ. დღეს ჩვენ გასწავლით სამარხო საშობაო ნამცხვრის მომზადებას. ამისათვის დაგჭირდება 150 გრამი კარაქი, 150 გრამი შაქარი, 150 გრამი თაფლი და დარიჩინი. და ამისთვის დაგჭირდება აგრეთვე ჯანჯაფილი, ნიხაპი, 1 კვერცხი, სოდა და ფქვილი 450 გრამი. ახლა რაც შეეხება მომზადებას. გავაკნოთ კარაქი და შევლიოთ კვერცხი. სულ ბოლოს დავუმატოთ სოდა და ფქვილი. მიღებული ცომი შევდოთ მაცივარში 1 საათი. შემდეგ გავავწონოთ და გამოვჭართ საზღვარი ფორმები. გამოცხობას ჭირდება 7-10 წუთი. შეგიძლიათ მიცეთ ვარსკვლავის ფორმა ან სხვა ფორმებით. და მივიტანოთ საშობაო სუფრასთან. ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ. მომავალ შეხვედრაზე ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას და ახლა დრო გადავინაცვლოთ ნინოსა და ალექსანდრესთან. მათ თქვენთვის ფერადი ამბები შეაგროვეს. ფერად ამბებს დაასრულეს სპორტის სიახლეები გიორგისთან ერთად და გიორგი მოგვიყვება თუ როგორი იყო გასული 2014 წელი მისთვის. საღამო მშვიდობის ფერადი ამბები ისევ ეთერშია. საღამო მშვიდობ. ვებგვერდმა თოვლის ბაბუაჯის საახალწლო მოხმარებას სურპრიზის შესთავაზა. ბავშვები ამ ვებგვერდის დახმარებით თოვლის ბაბუასგან ნამდვილ წერილს მიიღებენ. ამ წერილი თოვლის ბაბუა ბავშვებს პირადად ახალ წელს მიულოცავს. დამეთანხმებით ალბათ მართლა ჩვენიერი სურპრიზია და ალბათ რამდენი ბავშვი დაელოდება თოვლის ბაბუის მილოცვას. გურჯაანის მეოთხე საჯარო სკოლის აქცია გაიმართა, შეაგროვა მაყულატურა, გადაარჩინეს ტყე ჩატარდა. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად 1 ტონა მაყულატურა შეაგროვეს. გარემოს დაცვის სამინისტრომ კი 3 გამარჯვებული ყველაზე სუფთა რეგიონი გამოავლინა. მათ შორის სუფთა მუნიციპალიტეტის წოდება მიანიჭეს ახმეტას. ვისურვებდი, რომ ასეთი საპატიო ტიტული ჩვენს ქალაქ გურჯაანსაც მიანიჭონ. საქართველოს სახელმწიფოს უნივერსიტეტების 21 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა.
2016-2017 წლებში სკოლის გამოსაშვები და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების შესაძლოა გაერთიანდეს, ან მისაღები გამოცდების რაოდენობა შემცირდეს. ამის შესახებ განათლების სამინისტრო იტყობინება. სამთლისადაგები 31 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. აი ასეთი იყო ფერადი ამბები დღეს. ჩვენ ორი კვირით გამშვიდობებით. ნახვამდის. მოგესალმებით ვიკა და მარიამ. გასული წელი ჩვენთვის ნაყოფიერი იყო. წლის განმავლობაში მოვამზადეთ და მაყურებელს შევთავაზეთ არაერთი საინტერესო ინფორმაცია. კერძოდ გურჯაანელი სპორტსმენების შესახებ, ახლა წმინდა დავიწყო გურჯაანელი სპორტსმენების მორიგი გამარჯვებებით. გურჯაანის ალარაემა რუსთავის მეტალურგი ანგარიშით 4-1 დაამარცხა. ამ შეხვედრით გუნდმა რეიტინგის სამეულში დაიმკვიდრა ადგილი. ამ ეტაპზე ალაზნის მიზანი პირველ ლიგაში გადასვლა. გურჯაანის სალაზარმა მორიგ შეხვედრაში დურუნჯი 5-1 დაამარცხა. ულოცავთ მას ამ გამარჯვებას. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები უკვე ცნობილია. კენჭის ყრით გამოვლინდა, რომ საქართველო ეჯ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქე მასპინძელია ხორვატია. ქართველი ჯიუდოისტი ლევან მატიაშვილი 100 კილოგრამ ტონით კატეგორიაში ტოკიოში ვერცხლის медალი მოიპოვა. ბრინჯაოს медალი კი ავთანდილ ჭრიკიშვილს ხვდა წილად. ჭაბუკ წყალბურთელთა საქართველოს ჩემპიონატი საჩხერე მოიგო, სადაც მონაწილეობდნენ 12 გუნდი და ბოლოს გურჯაანელი მოჭიდავე 16 წლის ბექა ნადაშვილი უკვე ზედიზედ სამჯერ სხვადასხვა ტურის ჩემპიონია. ულოცავთ მას ამ გამარჯვებას. ამ დროისათვის სულ ეს იყო. ჩვენ უკვე შევხვდებით 2015 წელს. მანამდე კი მინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი. ნახვამდის. დავბრუნდით ეთერში, ახლა დროა გავიგოთ მოდის სიახლეები. თუმცა მანამდე დროა შევაჯამოთ გასული 2014 წელი. მაგრამ მაინტერესებს, რითი იყო ეს წელი შეთვის დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი. ვიკა, გასული 2014 წელი ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო. იმით, რომ მე დავიწყე ტაძარში სიარული. ავიყვანე მოძღვარი და პირველად ვეზიარე. და რა თქმა უნდა, გასული დროის შემდეგ კიდევ ვეზიარებოდი. ასევე მე გადავხედე ძალიან კარგი დაბადების დღე, მართლაც გრანდიოზული იყო და ასევე გადავედი კინგსის ოლიმპიადის მესამე ტურში, რაც ჩემთვის ძალიან კარგი იყო. ვიკა, შენთვის როგორ იყო გასული 2014 წელი? ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ იმით, რომ თუნდაც შეს დაბადების დღეზე კარგი დრო გავატარეთ და ბევრ წარმატებებს მივაღწევთ სწავლაში, ისე ცხოვრებაშიც. კარგია, ვიკა. ახლა კი მოდით გადავინახოთ მოდურ ტენდენციებში. ეს არის მოდა საღამო მშვიდობისა. მოდის მოყვარულებო, დღეს ვისაუბრებთ ქურთუკების ახალ კოლექციაზე, რომელიც შემოდგომის დასამტის მთავარი აქსესუარია და საჭირო ტანსაცმელია გარდერობში. თანაც წინასახარწო დღეებია და ყველას გვინდა, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ისე როგორც არასდროს. ამ სეზონზე ძალიან პოპულარულია სამგანზომილებიანი ფორმის ქურთუკი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ტრაპეციის ფორმის არ მართკუთხედის ორი და გაშლილი სილუეტი. ვიმედოვნებ, რომ თქვენ აუცილებლად შეარჩევთ სასურველ ქურთუკს ფერითა და სტილით. მე კი გეტყვით, რომ აუცილებლად სიამოვნეთ და დატკბით. წინ ხომ ახალი წელია, ნახვამდის მეგობრებო, შევხვდებით ახალ 2015 წელს. ახალი წლის დღესასწაულს ხალისიან განწყობას სიურპრიზები უხდება.
მოდით ახლა გავიგოთ თუ რა ამბები მოხდა ჩვენ საახალწლო ფოკუსში. ფოკუსი მარიამიმ და ვალერიმ მოამზადეს. მოგესალმებით, მე ვალერი ვარ, ეს არის ფოკუსი. მე და მარიამი წარმოგიდგენთ საინტერესო ამბებს. ეთერშია საინტერესო ამბები, გამარჯობათ. ახალი წლის ღრუბლზე მაღაზიაში მომხმარებას ნამდვილი დღესასწაული მოუწყეს. მოლოდნელად დაბნელდა და ნამდვილი საახალწლო დღესასწაული დაიწყო. ყველა გაშეშდა საოცრების მოლოდინში. ეს ფანტასტიკური იყო. ყველას გისურვებთ ასეთ სიურპრიზს. ცხოვრებაში გჯეროდეთ ოცნების და ის აუცილებლად მოხდება. არგენტინაში ერთ-ერთი ფერმის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი ზომის დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს. მეცნიერების ვარაუდით დინოზავრის სიგრძე 40 მეტრს აღწევს, სიმაღლე კი 20-ს. გაბრაზებულმა კატამ $100 მილიონი მოუტანა, რის გამოც კატის პატრონმა ოფიციანტობას თავი დაანება. მოულოდნელად გამდიდრების მიზეზში ინტერნეტში განთავსებული ფოტო გახდათ სახელწოდებით გაბრაზებული კატა. ის პოპულარული გახდა. ბულგარეთში მწვანე ფერის კატა ცხოვრობს, რომელიც ნამდვილ სენსაციად იქცა. მისი ბეწვის უჩვეულო ზურმუხტის ფერის შეფერილობით ბევრი დაინტერესდა. სახლში შეგიძლიათ ატრაქციონი მოაწყოთ. ერთ-ერთმა სააგენტომ მყიდველს ნამდვილი გასართობი შესთავაზა. მთლიან სახლში ატრაქციონი არის მოთავსებული. საძინებლის, აივნის, სარდაფის და ბაღის დათვალიერება, პაწაწინა, ტრანსპორტში კომფორტულად მოკალათებულ შეგიძლიათ. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთში 4-5 წლის გოგონებს ტერფების ზრდის შეჩერების მიზნით მაგრად უკრავდნენ და არისტოკრატ ლამაზ ქალბატონს მოკლე ტერფები უნდა ქონოდა. ასეთი იყო საინტერესო ამბები. ჩვენ ერთმანეთს 2 კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. ეს არის მიკროფონი ჩართულია ყველაზე საბავშვო, ყველაზე შემეძლებითი გადაცემა. და იმისათვის, რომ ჯანმრთელად და ენერგიულად დავხვდეთ ახალ წელს, გულდასმით უნდა მოусმინოთ ლიკას რჩევებს. მოდით ახლა ერთად მოვისმინოთ ლიკას რჩევებს. ერთ რამეში უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ფრედა ჩემს მეგობრებს ლიკას რჩევები ძალიან გვჭირდება და ძალიან გვადგება. რისთვისაც ლიკას დიდ მადლობას ვუხდი. მოგესალმებით ძვირფასო ტელემეყურებლებო. მე ლიკა ვარ. როგორც იცით, ჩვენი რუბრიკა ჯანმრთელობას ეხება, რადგან ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერიც არაფერია. წინასწარ მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. პირველ რიგში გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ ცხოვრებას. წინა საახალწლო სამსახტისი მართლაც დამხლელი და შრომადევადი საქმიანობაა. ახალ წელს ბავშვები გართულები არიან ნაძვის ხის და მისი ატრიბუტების შერჩევით, უფროსები კი პროდუქტების შეძენით. ამ დროს ყველას უნდა რომ ლამაზი და სავსე სუფრა ჰქონდეს, რათა არ უღალატოს ტრადიციებს და ბარაქიანი ახალი წელი ჰქონდეს. ამ დროს დიდი გამოცოცხლებელი გრძნობა მაღაზიებში და ბაზრებში იყიდება ყველანაირი პროდუქტები. ეს იქნება ხარისხიანი თუ უხარისხო. სწორედ აქ გვჭირდება დიდი დაფიქრება, რათა ვინმე არ შემოგვაპაროს საკონმად უარგისი პროდუქტები. სწორედ ეს განაცემა მინდა მიუძღვნა რჩევებს. თუ როგორ ამოვიცნოთ საკონმად ვარგისი პროდუქტები, დავიწყოთ ხორცით. საქონლის ხორცი უნდა იყოს წითელი ფერის და უნდა ჰქონდეს მოყვითალო ფერის ქონი. ღორის ხორცი უნდა იყოს მოვარდისფრო ფერის.
და უნდა ქონდეს თეთრი ფერის მაგარი ქონი. ცხვრის ხორცი უნდა იყოს მოვარდისფრო ფერის და არ უნდა დაკრავდეს მოშავო მოთეთრო ფერი. ქათამი და იმდაური უნდა იყოს სუქანი და უნდა ქონდეს მოყვითალო მოთეთრო ფერის მკვრივი ხორცი. თუ ფრინველს ფეხებზე დიდი ბრჭყალები აქვს, ფრინველი ბებერია. თევზი არ უნდა ქონდეს ჩავარდნილი თვალები, არ უნდა ქონდეს გალურჯებული ლაყუჩები. გაყინული ხორცი და თევზი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე, მანამდე სანამ თავისით არ გაიღვება. მზის ხარისხი რომ დავადგინოთ, უნდა ჩავასხათ მინის ჭურჭელში, დავდგეთ ბნელ ოთახში, უკან მოვდგათ სანთელი და თუ ეს სანთელი რძეში გამოჩნდა, რძეს წყალი აქვს დასხმული. კვერცხის ყიდვის დროს დავაკვირდეთ კვერცხს. კვერცხს არ უნდა ქონდეს ფსარები. თუ კვერცხს გავტეხავთ, ცილა გაიშალა და გულს მოთეთრო ლაქები აქვს, კვერცხი ძველია. ყველის ყიდვის დროს ყველის სულს დავაკვირდეთ. ყველს არ უნდა ასდიოდეს სუნი. ასევე არ უნდა ქონდეს ზოლებად ან წერტილებად მოყვითალო ფერის ლაქები. კონსერვის ყიდვის დროს წავიკითხოთ ჯერ კონსერვის ვადა, შემდეგ დავხედოთ კონსერვის სახურავს. თუ კონსერვის სახურავი ამობურცულია, კონსერვი საკუთად უარგისია. ახლა განვიხილოთ ბოსტნეული და მწვანილები. დავიწყოთ კარტოფილით. კარტოფილის ყიდვის დროს დავაკვირდეთ კარტოფილს. კარტოფილს უნდა ქონდეს თხელი კანი. კარტოფილი არ უნდა იყოს მომწვანო ფერის. თუ მომწვანო ფერის იყიდეთ, ხრმად გამწქვენით და ისე მოხარშეთ, რადგან ეს მწვანე ფერის კარტოფილი სავსეა შხამით, სოლანით. რაც შეეხება კიტრს, პომიდორს და მწვანილებს, შეეცადოთ იყიდოთ ქორფა და ადგილობრივი, რადგან საზღვარგარეთიდან შემოტანილი სავსეა შხამით. კაკალი და თხილი, ვინმე რომ მას შემოგაბაროთ ფუყე, კერკეტი ან აობებული, გატეხეთ და ნახეთ. და ბოლოს ყველასათვის საყვარელი და ახალი წლისთვის აუცილებელი პროდუქტი თაფლი. თაფლი არსებობს ნატურალური და ხელოვნური. ჩვენ გვჭირდება ნატურალური თაფლი და არა ხელოვნური. როგორ ამოვიცნოთ? აი ასე. ამოვიღოთ ჩაის კოვზით მცირე რაოდენობის თაფლი, დავწვათ არზე. ნატურალური თაფლი დაიღვენთება, ხელოვნური კი დაიბუშტება და დანახშირდება. დღეისათვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ ჩემი რჩევები და გამოგადგებათ. მომავალ შეხვედრამდე დახვამდის. დაუბრუნდით მეგობრებო, დღეს 25 დეკემბერია, ძვირით ქრისტეშობა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გადაცემა ეთერშია, მე დარწმუნებული ვარ, რომ ბერმა ჩვენმა მეგობარმა ალილოზე ჩამოვლა უკვე მოასწრო. ვიკა, შენ თუ დადიხარ ალილოზე და რა ტრადიციებს უკავშირდება ეს?
რა თქმა უნდა, მე დავდივარ ყოველთვის და სიმართლე გითხრა, როდესაც ახალი წელი მოდის, ბევრი კარგი ტრადიციები გვაქვს და ერთ-ერთი კარგი ტრადიცია ეს არის და მე ძალიან მოვწონს ეს. ვიკა, სწორედ დღევანდელი სალონის თემა იქნება ეს. ჩვენ ისევ სალონში ვართ. მე ქეთევანი ვარ საღამომშვიდობისა. ეს არის წლის ბოლო შეხვედრა. წინ კი შობა ახალი წლის დღეებია. ამიტომ ჩვენმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ პატარა სიურპრიზი მოგიწყოთ. გაიპევა ამ რუბრიკაში ყველას გვიყვარს თუ არა ხატვა. რუბრიკის მსვლელობის დროს პარალელურად ჩვენი მეგობრები დაიწყებენ ხატვას. ხოლო რუბრიკის დამთავრების შემდეგ ისინი შემოგთავაზებენ საკუთარ ნამუშევრებს. ქრისტინა, მოდი შობა ახალი წელი. როგორი განწყობით ხვდები? მე ძალიან კარგი განწყობით ხვდები შობა ახალი წელს. ძალიან მიყვარს ოჯახებში რომ არის საშობაო ფუსფუსი. გოზინაყს აკეთებენ სტუმრები მოდიან, მეკლე მოდის, ან ჩვენ მივდივართ სტუმრად. მე ჩემს ბებიასთან და ბაბუასთან მივდივარ ხოლმე საგურამოში სტუმრად. იქიდან ანაძვის ხის ზეიმზე მივდივარ, ან ცირკში. თოლის ბაბუასთან საჩუქრებს ვიღებ, თოლის ბაბუასთან და თოლის გოგოსთან სამახსოვროს სურათს ვიღებ. მე შობა ახალ წელს კარგი განწყობით ხვდები. თვითონ შობა ყვეუბნება, რომ უფალი იესო ქრისტეს შობის დღე მოდისო. განაამაზე კარგი დღესასწაულისად მეკინახავთ, მე მოკლედ მოგიყვებით შობის შინაარსს. ბაბა ღმერთმა თავისით უფალი იესო ქრისტე იმიტომ განაკაცა, რომ ხალხისათვის ეჩვენებინა თუ როგორ უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე, მაგრამ თავისი 12 მოციქულის გარდა არავინ გაუგო თუ როგორ უნდა ეცხოვრათ ღვთისმოშიშ ადამიანებს. პირიქით უფალი იესო ქრისტეს დიდი წამება და დამცირება მიაყენეს. ბოლოს ჩვენი ცოდვების გამო უფალი იესო ქრისტე გარდაიცვალა. ბაბა ღმერთმა უფალი იესო ქრისტე გაცოცხლა და თავისთან წაიყვანა. აი ეს არის შობის მოკლე შინაარსი. შობას ყოველთვის ახალი წელი მოსდევს. ყველას უნდა რომ წინა ახალ წელზე კარგი ახალი წელი გქონდეს და ყველა ემზადება. ეს დღეები ჩემთვის იმით არის გამორჩეული, რომ გოზინახს ვამზადებთ, თოვლის პაპა საჩუქრებს გვირიგებს, თოვლი რომ მოდის, მეყულე მოდის, სტუმრები მოგვდიან და ნაძვის დღეს შევთავთ. მე ქეთევან უზომოდ მიყვარს ეს დღესასწაული, თანაც იმიტომ რომ ამ დღესასწაულთან ერთად ჩემი დაბადების დღეც არის და ეს ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის. ქრისტე ხომ ჩვენხსენად დაიბადა, ამიტომაც მიხარია, როცა ალილოობა მოდის, ქრისტეშობა მოდის. მე ძალიან მიყვარს ასეთი დღესასწაულები. ჩემთან მოდიან სტუმრები, ან მე მივდივარ, ამიტომაც მიხარია ეს დღეები. რა ტრადიციები უკავშირდება შობას და როდესაც მე ალილოობაზე ჩამოგივლია, ქრისტინა? მე ძალიან მიყვარს შობა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყველასათვის გამორჩეული და საყვარელი დღესასწაულია მთელს მსოფლიოში. მეორეც, ჩემი დედიკო და მამიკო შობას არიან დაბადებულები. ამიტომაც შობას ჩვენ ოჯახში ორმაგი სიხარულით ხვდებით ხოლმე. მე მინდა ამ შემთხვევით ვისარგებლო და დედაჩემს დაბადების დღე მივულოცო. დედიკო გილოცავ და მე შენ ძალიან მიყვარხარ. ალილოზე ჩემს მეგობრებთან ერთად დავდივარ ხოლმე. მღერის და ხალხს ვულოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ისინიც გვასაჩუქრებენ ათასნაირი კამფეტებით და ნუკვარით. მე კი კარგად მოვილხეთ ხოლმე. შობას ბევრი ტრადიციები უკავშირდება. ერთ-ერთი მათგანია ალილო. ალილოზე შესახვედრად ყველა ემსადება ყიდულობას, სანთლებს, კვერცხებს და ნუკვარს. მე ალილოზე ჩამომივლია ოღონდ ბავშვებთან. უფროსებთან არა. მე დიდი სურვილი მაქვს უფროსებთან ერთად ჩამოვიარო და ეს ჩვენი მოგროვებული კვერცხები და ნუკვარი დაურიგოთ გაჭირვებულებს. მე არ ჩამომივლია ალილოზე, ჩემი მეგობრები მოდიოდნენ, კამფეტებს მივცემდი და სიმღერას მიმყეროდნენ.
ქრისტეშობას უკავშირდება ალილოებაზე ჩამოვლა და რა თქმა უნდა ადრე ჩამომევლია. მინდა გითხრათ რომ ეს ძალიან სასიამოვნო იყო. ამ დღისით ხომ ქრისტე დაიბადა, ღვთისმოშიში ადამიანები და მოციქულები ჩამოვიდნენ ალილოებაზე და აუწყებდნენ ხალხს კარებზე სიმღერით. მეც ასე ვიქცევი, მეც მათ ვაჯავრებ. ყოველ ალილოებაზე მე კარდაკარ დავდივარ და ვუმღერი ხალხს. 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა ოჰოი ჰოი ალილო ოჰოი ჰოი ალილო 25 დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა ოჰოი ჰოი ალილო ოჰოი ჰოი ალილო ასე ვიმღერ ჩემ მეზობლებს ნათესავებს და ძალიან მიხარია როცა ამ სიმღერას უმღერი ვარ. მოდი გასული წელი შევაჭამოთ ქრისტინა, მითხარი როგორი იყო შენთვის 2014 წელი და რა გინდა რომ შეგისურვდეს 2015 წელს? 2014 წელი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო. ინგლისურის ოლიმპიადაში გავიმარჯვა და დამაჯილდოვეს დიპლომით. ასევე გავიმარჯვა სპორტულ ღონისძიებაში და იქაც ავიღე სიგელი. ჩემი ნახატები სამების საკათედრო ტაძარში არის გამოფენილი. შედეგად მეოთხე ტურის პასუხს ველოდები, რომელიც სავარაუდოდ შობისათვის იქნება ცნობილი. ამ წელს მოვედი საბავშვო გადაცემაში, რაც ძალიან მიხარია და მეამაყება. მოკლედ რომ ვთქვათ, 2014 წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. 2015 წელს კი მინდა რომ უფრო მეტი წარმატება მქონდეს. 2014 წელი ჩემთვის დარდიანიც იყო და ხალისიანიც. 2015 წელს პირველ რიგში ვისურვებდი ჩემი და ჩემი ახლობლების ჩათვლობას და 2014 წელზე და მინდა რომ 2014 წელზე კარგი წელი მქონდეს. 2014 წელი იყო ჩემთვის ძალიან კარგი, იმიტომ რომ მე ბებოსთან ვიყავ ბათუმში დასასვენებლად საჩუქრები დამახვედრა დაბადების დღეს გადავიხადე სიგელიც მივიღე ყოფაქცევაში. და 2015 წელს მინდა რომ შემისრულდეს ისევ წავიდე ბებოსთან ბათუმში და ისევ დამახვედროს საჩუქრები. ჩემთვის 2014 წელი წარმატებული იყო ქეთევან, მაგრამ მინდა გითხრათ გამორჩეული არაფერი. 2015 წელი მინდა რომ იყოს ჩემთვის უფრო იყოს წარმატებული ჩემთვის და უფრო ვიქნები მობილიზებული მეც. რაც შეეხება ჩემს სულს, მოდი ჩემთვის დავიტოვებ. მე მინდა ჩემეგობრებო ყველას მაყურებელსაც აქ მონაწილეებსაც წარმატებები უსურვო. ჩემთვის 2014 წელი ძალიან კარგი იყო. მათემატიკის ტურში გავიმარჯვე და მესამე ადგილი ავიღე. თითქმის გამარჯვებულებს შორის გავედი. უფრო გამიხარდებოდა თუ პირველ ადგილს ავიღებდი, მაგრამ რა ვქნა? ახლა 2015 წელს მინდა რომ უფრო წარმატებულად ვისწავლო და სკოლა დავამთავრო მაღალ ნიშნებზე. ახლა კი უკვე დროა გავიცნოთ ჩვენი ნახატები. ქრისტინა, რა დაგვიხატე და რატომ გადაწყვიტე ეს ნახატი დაგეხატა? ხატვა დიდი ხელოვნება. მე ძალიან მიყვარს ეს პროფესია. ჩემს და ძალიან მეხერხება. ჩემს მამიკოთა ძალიან უყვართ და ძალიან ეხერხება ხატვა. მაქვს 60-მდე ნამუშევარი. აქედან 35 მაინც იქნება დახატული ბიბლიურ თემაზე. ეს თემები მე სამივე საკათედრო ტაძრიდან მომდიოდა და ჩემი წარმოსახვის საშუალებით ვხატავდი. როდესაც გამოფენის შემდეგ ნახატებს დამიბრუნებენ, გპირდებით აუცილებლად გაჩვენებთ. ხატვა ძალიან მიყვარს. არ ვიცი მომავალში გამოვალ თუ არა მხატვარი. ამას მომავალი გვიჩვენებს. მე დავხატე უფლის დაბადება. როდესაც წმინდა მარიამი და მისი ქმარი იოსები იერუსალიმიდან გამოიქცნენ, გზაში შემოუღამდათ. ღამის გასათევი ადგილი ვეღარ ნახეს. ამიტომაც მწყემსების გამოქვაბულში შევიდნენ. აქ ისეთ შევიდა ხოლმე, რომ ხანდახან მწყემსები საქონელსაც აბინავებდნენ ხოლმე. ამ ღამით იშვა უფალი იესო ქრისტე, ჩვენი მხსნელი. როდესაც ეს მოგებმა გაიგეს, მასთან მივიდნენ პატევის საცემლად.
ლიკა, შენ რატომ გიხატე და რატომ გადაწყვიტე ეს ნახატი დაგეხატა? მე დავხატე შობის დღესასწაული ალილო. მე ხატვით გადმოვცემ ჩემს ემოციას. მე ხატვა დავიწყე 1 წლიდან თურმე დედამისვა დაწერილებს და მე ვაერთებდი 3 წლის საერთოდ გავხდი გაფერადება ვისწავლე ახლა კი ძალიან ბევრ ლამაზ რაღაცებს ვხატავ აპირებ რომ მომავალშიც გააგრძელო ხატვა? მე კი ვაპირებ რომ მომავალშიც დავხატო კარგი რაღაცები. ეგება ხატვარიც გამოვიდა, მაგრამ ყველაფერი უფლისდება მე ვიდმარ. ანანო, რატომ გიხატე და რატომ გადაწყვეტე ეს ნახატი დაგეხატა? მე ეს ნახატი იმიტომ დავხატე რომ ახალი წელი მოდის ბავშვი ციგაობს მეკვე კი მიდის თავის სახლში. რატომ გადაწყვეტე ეს ნახატი დაგეხატა? იმიტომ რომ ახალი წელი მოდის. აი ქრისტინა მახსოვნა რომ მე მამაჩემის ნიჭი გავუყავ მე ინტერესებს შენ ოჯახში მეხატავს? კი, ბიძაჩემი ხატავდა ადრე, მაგრამ ახლა თავი დაანება. თათული, რატომ გიხატე და რატომ გადაწყვეტე რომ დაგეხატა ეს ნახატი? მე დავხატე საშობაო ზამთრის საღამო, აქ არის აღწერილი ქართული სოფლის ერთ-ერთი სახლი და ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დღე. რამდენი ხატი ხატავ? სიმართლე გითხრათ, როდესაც სკოლაში მივედი, მაშინ გამიტაცა მხატვრობამ, მანამდე კი ძირითადად არ ვხატავდი. არც სიმართლე მგითხრათ, ძალიან ლამაზი და სიმართლე მგითხრათ, ხატვისკენ ისეთი მიდრეკილება არ მაქვს, მაგრამ რადგან მე ხერხება ხატვა, ვცდილობ რომ ხშირად დავხატო ნახატები. დიახ, მეგობრებო, სულ ეს იყო. ვფიქრობ მოგეწონათ ჩვენი ნამუშევრები. მე ერთხელ კიდევ მოგილოცავთ ქრისტესობას. უკვე ჩვენ შევხვდებით 2015 წელს. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. ამასობაში კი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. ეს იყო მიკროფონი ჩართვლიას 2014 წლის ბოლო გამოშვება. გილოცავთ ჩვენო მეგობრებო, დამდეგ შობა ახალ წელს. სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის და ჩვენი ოჯახებისთვის. რომელ შეხვედრამდე ნახვამდის.